აჭარაში რა უნდა ნახოთ პირველი თუ არა მერისის ხეობა, სადაც ახლა მოვედით, სალაშქროთ და აქ გავშლით კარვებს. ჩემი კარავიც მზად არის, ეს არის კარვის ჩონჩხი და ეს არის უკვე საძილე ტომარა, რომელიც აუცილებლად აქ ჭირდებათ. ახლა გამოვყავით და კარავი ავაწყოთ. საბანაკეთ ავარჩიე ეს ადგილი, რადგან ჩემი ეზეთ ყველაზე კომფორტული ნიადაგი აქ არის. ეს არის ჩონჩხი, მთავარი, რაზეც უკვე კარავი უნდა დადგეს. ცოტა რთული ჩანს, პირველად მეც რომ ავაწყე, ეს რა არის, რა გავიგოთ ხო, მაგრამ ძალიან მარტივია. ადგილი შევიცვალეთ რაღაც მიზეზების გამო. ეს მთავარი, რაშიც უნდა შევიდეთ და დავიძინოთ, ძირს უნდა დავაგოთ, ეს მზად უნდა გქონდეს. ახლა წეგან გითხარით, მთავარი ჩონჩხი არის ეს და ამის დამაგრება უნდა დავიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ფერი აუცილებლად თავის ფერში უნდა ჩავსვათ. აქ აქვს პატარა თავაკი, რითიც დავამაგრებთ ამ ყველაფერს და იგივეს ვიმეორებთ ყველა კუთხეს. ახლა ერთ გოგოს დავიხმარებ, თან ჩემი სეხნიათ. არც იცი საწყო, ამიტომ ერთად ვისწავლით. ეს არის ლიკა, ჩემი დამხმარე და ჩემი მოსწავლე იქნება დღეს. მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ფერის თავისი თავაკიც უნდა დამაგრდეს. აქ. ამის შემდეგ უშუალოდ ვიწყებთ, ნახე, იქნებ მხრიდან მიდი, აქ აქვს ასეთი კაუჭები. ეს კაუჭები უნდა გავუკეთო უკვე ჩონჩხს. ყველა მხრიდან. ჩვენი კარავიც უკვე იმსგავსება სახს, სადაც ღამე კომფორტულად დავიძინებთ. ახლა ამ ყველაფერს დავამაგრებთ და წეგან გითხარით, რომ ერთი პატარა ჩხირი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩონჩხი და მაგას განახებთ, რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩონჩხი. კარავს აქვს უმთავრესი ერთი ძირითადი ჩონჩხი, რაზეც კარავი იწყება და მეორე ძირითადი ჩონჩხი არის ეს სწორი თავაკი, რომელიც ეხმარება უფრო მოცულობითი გახდეს ჩვენი კარავი. ამასაც უცებ დავამაგრებთ. და იგივენაირი პრინციპით, თავაკი ყველანაირ ფერზე. ლიკა, შენც მიდი იქიდან დაამაგრე? კი, აი მაქედან ნახე, მოკაჩე. თავაკები სარჭი, რითიც ეხმარება კარავს გამყარებაში. ესენი მაგრდება. ეს უნდა მოვაგოთ აქ. გავამყარეთ თოკით და აქ უნდა ჩავარჭათ ეს. ეგ არის.